მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, მადლობა შესაძლებლობისთვის პირველ რიგში. ძალიან მოკლედ მარტივად რო შეგიფასოთ პირველ რიგში, ეს იყო ის ადამიანები, ვისაც თქვენ რა ვიცი, ზონდერება და ტიტუშკებად ხედავთ ხოლმე აქციებზე, ესენი იყვნენ უნიღბო ტიტუშკები, უნიღბო ზონდერები, რომლებიც წარმოდგენილი იყვნენ ოზურგეთის საკრებულოს თანამდებობის პირთა და რიგით წევრთა სახით და ეს პირდაპირ ზონდერებად, მოძალადეებად მოგვევლინენ. ჩვენ აქ მარტივად პერფორმანსი გქონდა წარმოდგენილი, მიტანილი გქონდა იმ დასახიჩრებული სასიკვდილოდ რო გაიმეტეს იმ ადამიანების, ახალგაზრდების, ჟურნალისტების, ოპერატორების ფოტოები, რომ გვეჩვენებინა ამ ადამიანებისთვის, მაგრამ ფოტოების ნახვაც არ უნდათ. და მთავარი ამბავი კიდევ რა არის, იცით? დღეს საკრებულოს ხდომაზე მერის და საკრებულოს თანამდებობის პირთა ხელფასების ზრდა იყო მთავარი თემა და 6,000, 7,000, 8,000 ლარი უნდა ქონდეთ ამ ადამიანებს ხელფასი და რის სანაცვლოდ, იცით? იმის სანაცვლოდ, რომ ამ მდგომარეობაში რო აყენებენ ადამიანებს, რო ძალადობენ, რო ასახიჩრებენ, ასისხლიანებენ, სადიზმი რო არის პირდაპირ ეთერში რუსული ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი, ამაზე ხმა რო არა მოიღონ, ამაზე რეაქცია რო ქონდეთ, ჩუმად რო იყვნენ და ზურგი რო გაუმაგრონ ხელისუფლებას, ამის გამო უზრდიან ახლა მათ ხელფასებს. მე აქ მოტანილი მქონდა თქვენი კოლეგის გიორგი შეწირულის ფოტო, რომელიც არის ოზურგეთელი, ასევე დათა ხარაიშვილის ფოტო, რომელიც ასევე არის ოზურგეთელი და ყველა იმ ადამიანის ფოტოები მქონდა მოტანილი, ვიზეც განახორციელეს ეს უკიდურესი ძალადობა. ამასთანავე მინდა დავამატო ისიც, რომ 2 დღის წინ ოზურგეთის მერმა საპატიო ოზურგეთელის წოდებები ჩამოარიგა აქ და დააჯილდობა ფურადი ჯილდოებით და მე მინდა უთხრა ოზურგეთის მერს, რომ აი ეს ადამიანები არიან საპატიო ოზურგეთელები და საპატიო ოზურგეთელები მარტო კი არა, ჩვენი დროის გმირები არიან ეს ადამიანები. ამათი რეჟიმი არის მილევადი. ანუ ისეთ აგონიაში არიან და მწვანი აქვს მიცემული, ამათ მწვანი აქვს მიცემული, აი კი არა და თვითონ არიან ამ და ყველაფრის განმახორციელებლები და ჩვეულებრივად იქ ნახეთ მილიცია შემოასიეს საკრებულოს დარბაზში და ოღონდ ეს მილიცია რას აკეთებდათ, იცით? ანუ ქოცებს იცავდნენ, ქოცებს ამშვიდებდნენ და ჩვენ აქეთ გვეძალადებოდნენ და მათ შორის ოპერატორს, მე მგონი ვინც იყო იქ, ყველა ოპერატორს და ყველა ჟურნალისტს ყველაზე განხორციელდა ძალადობა ქოცების მხრიდან. მათ შორის რუსთავიორის ოპერატორიც არ დაინდეს და რა ვიცი, წიხლებით სცემეს. ეს არის ძალადობაზე ორიენტირებული რეჟიმი, რომელსაც აქვს ბოლო დღეების ჩვეულებრივად. თქვენც არ დაგინდეს, როგორც ვიცი, რაღაც მომენტში დავინახე, რომ თმებში გწვდათ ერთ-ერთი ადამიანი, თუ დაადასტურებ ამას და ვიცი ასევე, რომ ოპერატორს ასევე გაუსწორდნენ ფიზიკურად. არაფერი ახალი, რასაც ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან წახალისებულს უყურებს, იმას აკეთებს შემდეგ ადგილზე ადგილობრივი ხელისუფალი. აქ მთავარი ამბავი ის არის, რომ მას არ აქვს განცდა, რომ ამის გამო დაისჯება, ვინმე მოთხოვს პასუხს. ეხლა რა პანგურის ამორტყმაზე, პასუხის მოთხოვნაზე საუბრობთ, როდესაც ადამიანები გიორგის თავზე 20-მდე ადამიანი პრაქტიკულად უნაობდა და უტყამდა წიხლებს და ჩვენ არც ვიცით საერთოდ იდენტიფიცირებულები არიან თუ არა ეს ადამიანები, ხო? აი ესეთი სურათია დღეს ქვეყანაში და ამ სურათის ნაწილი არის ეს ტიტუშკებიც, ეს უკონტროლო რაზმები ერთმანეთს შორის დაპირისპირება და სულ ყველაფერი, რასაც თვალს ვადევნებთ. რა სიტყვი ამაზე? კი ბატონო, მართალი გითხრათ, ანუ აღარ ამიღნიშნავს ჩემზე განხორციელებული ძალადობა, იქ წიხლებით მათ შორის მეს შემდგნენ, თმებით თრევა და ასე შემდეგ, აღარ ამიღნიშნავს იმის გამო, რომ ადამიანები სასიკვდილოდ, ახალგაზრდები სასიკვდილოდ გაიმეტეს, სიცოცხლე ზღვის გადაურჩინეს იმ ადამიანებს და ამის ფონზე ეს არაფერია, იმიტომ რომ მართლა სამწუხაროდ შევეჩვიეთ ამ რეჟიმში ყოფნას და ამ დროს ადამიანები ჯერ კიდევ რო რეაბილიტაციას გადიან, ისე დღეში რო ჩააგდეს და ციხეში რო ყავთ გამოკეტილი ახალგაზრდები 19-20 წლის ბავშვები რო ყავთ ციხეში და ერთადერთი მუხლი რო აქვთ მათ მიყენებული სამშობლოს სიყვარულისთვის რო ისჯებიან ამ ფონზე სამწუხაროდ აღარაფერი აღარ გვიკვირს და ჩვეულებრივი ამბავია მედიაზე ძალადობა ეს არის რაღაცა აი ყველგან ერთ და იგივე ცხვირ პირს დაგალეწავთ მედიის წარმომადგენლებს ასე მიმართავდა საკრებულოს ეგრეთ წოდებული საკრებულოს დეპუტატი მათ შორის დღეს პირდაპირ ეთერში ესე ეუბნებოდა ჟურნალისტებს და ეს არის როგორც გითხარით აი
აი გამორიცხულია ეს რომ ვინმე შერჩეს ესეთი რაღაცა ვინმეს რომ შერჩეს არის გამორიცხული სრულიად და მთავარი მოთხოვნა ახლა არის უპირობოდ პირველ რიგში გათავისუფლდეს ყველა ის ადამიანი რომელიც პოლიტპატიმრები კი არ არიან სამშობლო სიყვარულისთვის ციხეში დაქვევებული ადამიანები და ასევე აუცილებელია ივანიშვილის გარეშე არჩევნები. დიდი მადლობა თათია, დაგემშვიდობებით.